სატვირთოს გამართული მუშაობა დამოკიდებულია ძრავის ეფექტურობაზე. სწორედ ამიტომ მისი მოვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ შეამჩნიეთ უცნაური ხმა ან ვიბრაცია, გადაჭარბებული საწვავის მოხმარება, გადახურების პრობლემა, ზეთისა და გაგრილების სითხის დონის კლება, პანელზე მაფრთხილებელი სიმბოლო და რაც მთავარია ძრავას სიმძლავრის კლება, სწორედ მაშინ არის აუცილებელი თქვენი სატვირთოს დიაგნოსტიკაზე მოყვანა და ძრავის შემოწმება. ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც ძრავის დაზიანებას იწვევს, არის ზეთის დაგვიანებული ცვლა. გარდა ამისა, ძრავის დაზიანებას იწვევს უხარისხო ზეთის, ანტიფრიზის და სხვა საფუხი მასალების გამოყენება. პირველ ეტაპზე დეტალურად ვამოწმებთ ძრავს, რადგან მოხდეს პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება, შემდეგ ვიწყებთ დაზიანებული ნაწილის ორიგინალი ნაწილების შეცვლას. შეკეთების საბოლოო ეტაპი არის ტესტირება, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი გადის სრულ შემოწმებას და ვწმუნდებით, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია. შეკეთების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. სტანდარტულად სჭირდება 3-დან 7 სამუშაო დღემდე. თუ რომელიმე კონკრეტული ნაწილი არის დაზიანებული და სჭირდება შეცვლა, მაგ შემთხვევაში შეიძლება ვადა გაიზარდოს. თუმცა ჩვენ ვცდილობთ ეს დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ. პირველი და მთავარი რჩევა, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ აუცილებელია რეგულარული ტექნიკური დათვალიერება, ზეთის დროული შეცვლა და ორიგინალი ნაწილების გამოყენება. გვესტუმრეთ ვაკომოტორსის ფილიალებში, სადაც ჩვენი პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს თქვენი სატვირთოს გამართულ მუშაობაზე.